მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 28 ნოემბერია 2012 წელი და ჩავთვალე საჭიროდ თქვენს წინაშე, საზოგადოების წინაშე გამოსულიყავი. იმიტომ რომ მივიღე სხვადასხვა მესიჯები სხვადასხვა პიროვნებებისგან, მაგრამ ეს პიროვნებები რა თქმა უნდა ერთად შუაში არიან, მათ უკან არიან სხვა რაღაც გარკვეული ნაწილი, რომლებიც ამ პიროვნებებს ურევენ twins და მივიღე რაღაც მესიჯები Facebook-ზეც და ადნაკლასნიკებშიც იმასთან დაკავშირებით, რაც მე დავდე უბრალოდ განცხადება და აღნიშნა ფაქტი, რომ ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლი აკეთებდა ღონისძიებას და გააკეთა ღონისძიება, ჩაატარა და ეს იყო 6 წლისთავი და 9 წლისთავი. და ამასთან დაკავშირებით მოკლედ მომივიდა რაღაც მესიჯები, ამას რა თქმა უნდა მე მნიშვნელობას არ ვანიჭებს საერთოდ, მაგრამ მაინც ვთვლი საჭიროდ, რომ ახსნა განმარტება გავაკეთო საზოგადოების წინაშე და უთხრა საერთოდ საზოგადოებას, რომ ჩვენ არ გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, საქართველოშიაც ხდებოდა და საქართველოს მთავრობაშიაც ხდებოდა, ჩვენ გვაქვს საუბარი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ქართულ ემიგრაციაში და რა კეთდებოდა ამ 20 წლის განმავლობაში, რაც არსებობს ქართული ემიგრაცია და ჩვენი მოთხოვნა იყო, პირადად ჩემი მოთხოვნა იყო ის, რომ გაკეთებულიყო ორგანიზაცია, ქართული ორგანიზაცია, რომელიც მხარს დაუჭერდა ქართულ ემიგრანტებს სხვადასხვა ფორმებით. რა თქმა უნდა, როცა დაიწყო უკვე ასე ვთქვათ, აქ თესალონიკში 10 წლის წინ უკვე ამაზე საუბარი, რომ ჩამოყალიბებულიყო და ნაბიჯები იქნა გადადგმული, აღმოჩნდა ძალები, რომლებსაც ეს სიტუაცია არ მოეწონათ და არ მოუნდათ. თავიანთი პირადი მიზნების გამო, თავიანთი ძალიან პატარა მიზნების, იმიტომ ეს შორს ვერ წავიდოდა, ეს თავიანთი მიზნები შორს ვერ წავიდოდა, რა თქმა უნდა, ეს იყო კანონზომიერი და ამისთვის მე მათ ყოველთვის ვიწვევდი დიალოგისკენ და ეხლაც ვიწვევ დიალოგში, მაგრამ ჩემს გარდა მე მგონი არავინ არ გამოდის ემიგრაციაში. ის რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მე შევეცადე და მოვიპოვე რაღაც ნაბიჯები ქართული ემიგრაციისთვის, რომ ქონოდა ქართული ემიგრაციას თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი აზრი და გამოხატვის აზრი ქონოდა. კერძოდ ეს იყო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართული გაზეთი, რომელიც არ იქნა სათანადოდ გამოყენებული და თავი რომ მოაქვთ დიდ მწერლებად და დიდ ჟურნალისტებად და ასე შემდეგ. სულ ესე იგი იგნორირებას უკეთებდნენ ეს ადამიანები. შემდეგში შევეცადე და განვახორციელე, რა თქმა უნდა, საბერძნეთში მიმოუპოვებინა რადიო და გამოსულიყავით კვირაში ერთხელ ბერძნულ რადიოში და გამოგვეთქვა ჩვენი აზრები, ჩვენი შეხედულებები, ისევე როგორც ქართულად, ასევე ბერძნულად გვეთქვა და დაგვეფიქსირებინა თუ როგორ რა მდგომარეობაში იყვნენ ქართული ემიგრანტები, როგორ სისხლს წოვდნენ პირდაპირ ქართულ ემიგრანტებს სხვადასხვა ჯგუფები, ეს იქნებოდა ადვოკატები, ეს იქნებოდა მილიცია, ეს იქნებოდა თვითონ ქართული საკონსულო და სხვადასხვა. ეხლა არა ის მომენტი, რომ ესე იგი კიდე დავასახელოთ საცალკე საიდან იღებდა ქართული ემიგრაცია და ქართული საზოგადოება დარტყმებს
და ვინ იყენებდნენ და ამ საწყალ ხასიათობებს ესე იგი მე როდის მოვიხდი ამ სიტყვისთვის რა თქმა უნდა მაგრამ ის ადამიანები რა თქმა უნდა ვინც თავიანთი შრომით იპოვებდნენ რაღაც გამსამსჯელოს ხო უჯდებოდა ძალიან ძვირი და ეს იყო ძალიან გულსატკენი რომ ადამიანებს პატრონი არ ყავდათ და მომკითხველი არ ყავდათ საერთოდ არც იმ ორგანიზაციიდან რომელიც უნდა შექმნილიყო ქართულ ემიგრაციაში და არც რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობისგან არანაირი გამოხმაურება არანაირი ყურადღება არ იყო საერთოდ და ეს ძალები იყენებდნენ სათავისოდ და ეს იყო ძალიან გულსატკენი იყო და როგორც ქართველი რა თქმა უნდა არ უნდა დაგვეშვა ეს სიტუაცია მე ჩემ თავს არ ვაძლევდი მაგის უფლებას რომ ვიღაცამ გამოიყენოს ასე სუდად ქართველები და სისხლის გამოწვევას პირდაპირ და ის ნაშრომი რაც იშოვმა პირდაპირ გამოართვას და ისედაც ტანჯვის და სიმწით მოპოვებული რაღაც თანხები რომლებსაც აგზავნიდნენ საქართველოსში ოჯახები შეენახათ და გადაერჩინათ ну რა თქმა უნდა იყო საუბარი მაშინაც რომ დამას ვიძახდი მე და თითქმის პრინციპში თითქოს გარკვეული ნაწილი ხარსაც მიჭერდა ამისკენ მაგრამ მოქმედებდა სხვანაირად რომ შექმნილიყო ქართული ლობი სამწუხაროდ ეს ქართულ მაღალ ჩინოსნებს და ჩინოვნიკებს რომლებიც აქ იყვნენ მოგზავნილები კონსულების სახით და ელჩების სახით ეს არ ესმოდათ თუ რას ნიშნავდა ქართული ლობის ჩამოყალიბება რომ ეს ორგანიზაცია რომელიც ჩამოყალიბდებოდა ლობირებას გაუწევდა იმ ჩვენ თანამემულებს იმ ქართველებს რომელსაც უნდათ შრომა აქ ემიგრაციაში მოღვაწეობა სხვადასხვა სფეროში ეს იქნებოდა სპორტის მხარე ეს იქნებოდა კულტურული მხარე თუ ეს იქნებოდა ბიზნესის მხარე აუცილებლად უნდა დაეჭირა ამ ორგანიზაციას მხარი ამ ადამიანებისთვის და რა თქმა უნდა ლობირება ლობი ისაც ნიშნავს რომ გარკვეულწილად გაგვეყვანა ჩვენი კანდიდატურები იქ სადაც შეგვეძლო და ეს იყო საშუალება ის რომ ადგილობრივ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა და ამისთვის ნაბიჯი საერთოდ არ გადმოიდგა საერთოდ პირიქით ხელის შეშლის მეტი არ გაუკეთებიათ ძალიან ბევრ ადამიანებს არაფერი გაუკეთებიათ პირიქით ხელს გვიშლიდნენ და 1000 სისულელებს 1000 დეზინფორმაციებს აუცელებდნენ და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ამ მოვლენების შემდეგ ვერ განვითარდებოდა რა თქმა უნდა ეს ქართული ლობი და ეს ორგანიზაცია და როდესაც დგება მომენტი რომ რომელიმე ადამიანს მხარდაჭერა სჭირდება უკვე და ჩვენ უსუსურები ვართ რომ ამას მხარი დაუჭიროთ ზუსტად ამის ბრალია ცალკე ყველა სალსალკე ვერანაირად ვერ დაუჭირთ მხარს იმიტომ იმდენი ძალა არ შეგვწევს და იმდენი ძალა არ გვაქვს ცალსალკე პიროვნებებს ჩვენ ამა თუ იმ პიროვნებას რაღაც საქმიანობაში ეს სპორტი იქნება ხელოვნება იქნება თუ სხვა საქმიანობა მხარი დაუჭიროთ მაგრამ ორგანიზაციას აუცილებლად ექნებოდა იმის ძალა რომ მხარდაჭერა გაეკეთებინა ჩვენი თანამემამულეების მიმართ. Ну, რა თქმა უნდა, ახლა მე არ მაქვს საუბარი კიდე ის შემთხვევები, როდესაც ადამიანები რომ ხდებოდნენ საავადმყოფოში, მათ ჭირდებოდათ ოპერაციები და სჭირდებოდა სისხლი, ზოგი ადამიანი დაიღუპა კიდევაც და გადასვენების ხარჯები იყო საჭირო და ამას
ძნელად გროვდებოდა ეს ყველაფერი. მათაც სხვა რაღაც პრობლემები იყო და არის კიდევ გრძელდება რა თქმა უნდა ეს პრობლემები. ახალგაზრდები რომლებიც გაიზარდნენ აქ და საერთოდ მათი წამშოლებელი არავინ არ არის საერთოდ და ამას არავინ არ ფიქრობს და ეს გამოიწვია იმან ზუსტად რომ იმ პატარა ადამიანებმა და იმ პატარა ადამიანების მიზნებმა რაც მარტო თვითონ უნდათ თვითონ ყოფილიყვნენ მე წერანაც აღნიშნე რომ დიალოგისკენ პირდაპირ ვიწო ყველას ვისაც წარმოუდგენია რაღაცა უნდა გააკეთოს ან ქართულ საზოგადოების ჩამოყალიბებაში რაღაც ერთი აგური დადგას კი ბატონო ვისაუბროთ როგორ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება შეიქმნას მაგრამ იმ ადამიანებს მე მგონი არ უნდათ ეს ამ ორგანიზაციის შექმნა იმიტომ რომ თავიანთი მარტო პირადი ამბიცია პატარა პირადი ამბიცია არის საკმარისი იმიტომ დიდ ამბიციებს მაინც ვერ მიაღწევენ არასდროს მაგის ვარიანტი ეს უთხარი კიდევაც ადრესინაც რომ არასდროს მაგის ვარიანტი თქვენ მიაღწიოთ დიდ შედეგებს და დიდი ამბიციები ნაღდათ არ გაქვთ მაგრამ პატარა თქვენი რაღაცის დაკმაყოფილება რომ ვიღაცამ იქ ლექსი წარმოთქვას ან წაიცეკოს და ფეხი აწიოს ხო ნუ ეს კი ბატონო ეს შეუძლია თუ მოინდომებს ასკაცოს დღესვე შეუძლია და რამდენიც მოინდომებს იმენ შეუძლია ამის გაკეთება პატარ რაღაც ამბიციები დაიკმაყოფილო მაგრამ საკმარისია კი ეს პატარა ამბიციების დაკმაყოფილება ყველასთვის სალსალკე რა თქმა უნდა არა სადაა საფუძველი იმ ორგანიზაციის რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენ ქართულ დიასპორას გვჭირდება აქ ვინ აყალიბებს ამ საფუძველს დამისახელეთ მეგობრებო თქვენ ახლა რომელიც შემომეხმიანეთ ზოგი ახლა ადნაკლასნიკებში ხო და დამისახელეთ რა საფუძვლებზე დაყნობით რა ორგანიზაციას აყალიბებთ და რა მიზნები აქვს რა პრინციპები აქვს ან ის ვისაც უნდა ჩამოაყალიბოს რაც წარმოადგენენ თუ წარმოუდგენიათ ის რომ აუცილებლად ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს თავისი ბიუჯეტი და როგორ უნდა შექმნა და ზუსტად ამას ვლაპარაკობ მე რომ ნუ ხდებით სვერპლი იმ ადამიანების მიერ ვინც ამ თქვენ გულბრყვილობას იყენებს და უნდა რომ გამოიყენოს რომ ქართული დიასპორა შეიძლება და სათვისტომო არ შეიძლება ვიღაც ერთი პიროვნების იყოს ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგეს სამწუხაროდ ვერ გაიგეს მაგრამ იმედია ეხლა არის იმის საშუალება რომ ინტერნეტ ჩართვები გვაქვს და ინტერნეტ საუბარი და შეუძლიათ მოისმინონ ეს რომ ეს არ შეიძლება და ვერ განხორციელდება რომ ერთი პიროვნების იყოს და იმ დიდი ქართველების ბჭყალებში რომლებსაც თავი წარმოუდგენიათ ძალიან დიდ ქართველებად იმ ვაჟკაცებს აი მინდა ეხლა მათ მივმართო რა რომ თუ რამის გაკეთება გინდათ ხელს თუ ვერ შეუწყობთ ხელს მაინც ნუ შეუშლით და თქვენი თავი ნუ წარმოგიდგენიათ ძალიან დიდ ქართველებად იმიტომ ძალიან სუსტი ქართველები ხართ და ეგეთ სუსტი ქართველები ხო მარტო რომელიც სუფრის დონეზე არის პატრიოტობა ხო ჩვენ არ გვჭირდება ეს და ერთმა კიდევ მითხრა ძალიან ბევრს იღებო ჩვენ თავზე რომ მე პირადად მითხრა მე მინდა მივმართო ამ ადამიანს რომ კი ბატონო რა თქმა უნდა ვიღებ
ჩემ თავზე, ძალიან ბევრს. და ესე იგი რაღაც ვიღებ, ესე იგი დარწმუნებული ვარ იმაში, რატომ ვიღებ და რისთვის ვიღებ. და თუ ვინმეს უნდა აიღოს თავის თავზე რაღაც პასუხისგებლობა, ისაც გამოაცხადოს, რომ სადამდე იღებს და როგორ იღებს. ისე კი არ მიგვითითოს, რომ მე ვიღებ ჩემ თავზე. მე არ მინდა არანაირად არ მინდა ჩემ თავზე ავიღო. ბევრ რაღაც, მაგრამ ვერი თქვენგანაც სათაადო ნაბიჯებს. მე ვერ გავიგე უბრალოდ. რომ პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში თუ ვინმე გამოჩნდება და ვიღაცა იტყვის რაღაცას და დაუპირისპირდება ან საბერძეთის მთავრობას, ან საქართველოს მთავრობას, ან რაღაც მსგავსობას, არასამართლიანობას, გამოჩნდებიან ზოგი და იტყვიან, რატომ იღებ შენ თავზე ამას? და თუ არავინ არ იტყვის, ხო? გამოჩნდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც რატო არავინ არ იძახის ამას? ჩემი მწვრთნელი იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, შტანგაში საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყო შოთა წერეთელი. და ის მეუბნებოდა ხოლმე, როდესაც ჩვენ შეკრებებზე და რაღაცებზე ვარჯიშებზე საუბრობთ რაღაცებზე და მეუბნებოდა შოთა წერეთელი, ძალიან უცნაური ხალხი ვართ ჩვენ ეს ქართველები. მოკლედ ისე ვაკეთებთ, რომ პეპელაო, ნუც გაფრინდებიო, ნუც მოფრინდებიო. ისე გააკეთებ, რატო გააკეთე ესე, ასე გააკეთებ, რატო გააკეთე ესე. რაღაცა ხო უნდა გააკეთესო პეპელამ, ხო? ახლა უნდა გაფრინდეს, ახლა უნდა გამოფრინდესო, ხო შეიძლება სულ ერთ ადგილას იყოს. ესია ესაც. ეს არის უბრალოდ მე მგონი გაუნათლებლობის ბრალი, იცით? და უზნეობის ბრალი იმ ადამიანების მიმართ და სხვა საზოგადოებას კიდე, ხო? ვეუბნები რომ კიდევ ერთხელ მე გაზეთებში და რადიოშიც ვაცხადებდი მაგას. და კიდევ ის მინდა არ გამოვჩეს კიდე ის მონაპოვართან დაკავშირებით, რაც რადიოზე ვთქვი. ობიექტივი. დაგვიტმეს იმ ბრძოლის და იმ საუბრების შემდეგ, რაც მომიხდა მე ობიექტივის ხელმძღვანელობასთან, რომ ყოფილიყო ემიგრანტებთან რაღაც გადაცემა და რაღაც ჩართული ყოფილიყო ზაუნიკიდან აქედან და როგორ გამოვიყენეთ ეს ჩვენ? გამოვიყენეთ კი ჩვენ სასარგებლოდ? ხო და ჩემო კარგებო, როდესაც გაძლევენ დანას და ნიარაღს რაღაცას თავი დაიცავიო და საზოგადოებას მე მივეცი ძალიან ბევრი იარაღი რომ თავი დაეცვა და კიდე შემიძლია მივცე, მაგრამ როდესაც შენ ამ იარაღს შენ სასიკვდილოდ იყენებ, ხო? ეს ვისი ბრალია? არის კი სხვა ვინმის ბრალი? ან არის იმის ბრალი, რომ ვინც პასუხისგებლობას იღებს ამას და თავის თავზე იღებს ამას ყველაფერს და ამ პრობლემებს და ამ ყველაფერს ეჯახება? თქვენ როგორ გინდათ, ვერ გავიგე. რომ თქვენ არაფერი არ გააკეთეთ, სხვას არაფერი არ მისცეთ საშუალება? თქვენ თუ არ გინდათ არაფერს გაკეთება, ხო? შეგიძლიათ წახვიდეთ, დაიხუროთ, თქვენ წახვიდეთ მთებში და იცხოვროთ იქ. მაგრამ ჩვენ გვინდა თაში ცხოვრება საჯობია, კარგია თაში ცხოვრება. მაგრამ ჩვენ გვინდა საზოგადოება რომ გამოფხიზდეთ, ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება განვითარდეს, ჩვენ გვინდა რომ ქართული ემიგრაცია წინ წამოვიდეს. ჩვენი ბავშვები ვიძახდი კიდევაც. ბავშვები იზრდებიან, ჩვენი შვილები იზრდებიან. და კიდე საქართველოში რომლებიც წავნა, ზოგი ძახს მე საქართველოში რომ კი ბატონო, მოწაფილი ძალიან კარგი. მაგრამ არ ხო შეიძლება რომ აქ სადაც ხარ დღეს, მეც უნდა წავიდე, მეც ვიძახე, რა შემოიწ ვიძახ, უნდა წავიდე. და ყოველთვის მივიდოდი და ყოველთვის საკავარ. მაგრამ ხო შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომელიც შენ მხარს დაგიჭერს მე საქართველოში. აქაც გამოადგებათ ეს ორგანიზაცია დარჩენილ ემიგრაციას და შენს გამოგადგება იქ საქართველოში. ბევრი წავიდა ძალიან ამ კრიზისთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი წავიდა და ძალიან ბევრია უმუშევარი იქ. ბევრი წავიდა, ბევრი დაბრუნდა, ბევრი ესე მაგრამ როდესაც იყო ის მომენტი, როდესაც აქ უნდა შექმნილიყო, მაშინ ვერ გამოვიყენეთ ეს ყველაფერი. და ავყევით ვიღაცების
სისულელე გამონათქვამებს რაღაცეები მოჩმახეს ბუდიშით ამ სიტყვასთან დაიყვანეს იმ დონეზე ქართული საზოგადოება რომ ვერ ეაზრონა საერთოდ და აზროვნების დონე დაუქვეითეს და ნუ შემეხმიანება ხა ნუ რავენ და ნუ მეტყვის არა მე ახლა 5 დიპლომი და 10 დიპლომი მაქვსო არავის არ ჭირდება თქვენი დიპლომები თუ ვერ გამოიყენეთ იქ დიპლომები ხო და თუ თქვენ არ დაიცავთ თქვენი თავი და თუ თქვენ არ გამოადექით თქვენ საზოგადოებას ხო არავის არ ჭირდება ეგეთი დიპლომები გინდათ განახოთ მე რამდენი დიპლომი მაქვს ხო და ეს მინდოდა მეთქვა ჩემო კარგებო საჭიროა უფრო მე მგონი უფრო ახალგაზრდებმა უნდა ახალი თაობა წამოვიდა უნდა გადახედონ რეალობას უნდა გადახედონ ვინ არის უბრალოდ გადახედონ იმას რომ ვინ გამოდის თქვენ წინაშე და ვინ საუბრობს ამაზე შეიძლება კი ბატონო შეიძლება არ მოსწონოს ზოგ ჩემი ნათქვამიც ის რომ რაღაც ვილანძღები და ასე შემდეგ მაგრამ გამოდის ვინმე თქვენ წინაშე თან გლანძღავთ თან კარგს გეუბნებათ ან რამეს გზას თუ გეუბნებათ მე მგონი არა ხო ეხლა ისე არ გამიგოთ თითქოს მე მინდოდეს თქვენი რაღაც ხელმძღვანელობა მაგრამ მე მინდა გამოჩნდა ადამიანები რომლებსაც მე მხარში დავუდგები და შეიქმნას ორგანიზაცია სწორი ორგანიზაცია ვიცი კონსულები ხელშეუშლიან ამას ხო და ჩემო კარგები ის კონსულები რომ ხელს უშლიან ამ ყველაფერს და ელჩები ამ ყველაფერს ხელს უშლიან რატომ მიდიხარ და რატომ მეტანები და რატომ ულუკავთ ერთ ადგილას რატომ ულუკავთ ასე ზნედაცემული ვერაფერს ვერ მიაღწევთ საერთოდ მიაღწია ვინმე რა მე და ვერც მიაღწევ რატომ გეშინია თქვენ ვიღაც კონსულების და ვიღაცების თქვენზე მეტი არა მე არ მგონია თქვენზე მეტი იყოს იქ ვინმე საკონსულოში ან გინდ კონსული და გინდ იქ მომუშავე პერსონალი თქვენ რო პურის ფული არ აგაქვთ და ისინი რო კარგად მე კი არ ვიცი რა თქმა უნდა ყველამ კარგად უნდა იცხოვროს კი მაგრამ სხვაობა ძალიან დიდი ბალანსია დარღვეული ამიტომ თქვენ უნდა იბრძოლოთ თქვენი მომავლისა თქვენი შვილების მომავლისათვის და ის ადამიანები რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს თავიანთ საქმიანობას ხო უნდა მოითხოვოთ რომ უნდა გაანთავისუფლო უნდა წავიდეს სხვა უნდა მოვიდეს აუცილებლად მამასთან დაკავშირებით კიდე გვექნება ჩვენ საკონსულოსთან დაკავშირებით საუბარი. ნუ ახლა ეს მინდოდა ჯერჯერობით მეთქვა. კაი, ბრძანდებოდ დიდი მადლობა.